კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა წარმოგიდგენთ. ეს არის CST. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ვიდეო გაკვეთილებს Excel 2013-ისთვის. შემდეგი chapter-ი გახლავთ chapter 20 conditional formatting. ამისათვის გვაქვს მოცემული წინასწარ მონაცემები, რომელზეც უნდა მოვახდინოთ ახალი მონაცემების, ასე ვთქვათ, საფუძველზე უნდა მოვახდინოთ მათი ფორმატირება რაღაცა კონკრეტული პირობების გათვალისწინებით. მოდით გავაკეთოთ პირველი ფორმატირება რაოდენობის სვეტზე. შევდივართ home menu-ში და ვირჩევთ ბრძანებას conditional formatting-ი, სადაც გვაქვს highlight cells რული და გვაქვს greater than პირველი პირობა, რომელსაც დავაწვევით. გამოდის ფანჯარა, სადაც უნდა მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი რიცხვი. მაგალითად, მივუთითოთ რიცხვი 400. 400-ის ზემოთ არსებული ყველა რიცხვს ავტომატურად ენიჭება წითელი ფონი და უფრო მუქი წითელი ასოები. თუმცა შეგვიძლია ის გავხადოთ მაგალითად ყვითელი ან მწვანე, ან უბრალოდ შევავსოთ ის წითელი ფერით, ან წითელი ტექსტით, ან წითელი ბორდერით. ან რასაკვირველია შემოთავაზებული ვარიანტებიდან ავირჩიოთ custom format-ი და სტანდარტულად შეგვიძლია მოვახდინოთ numbering-ის ფორმატირება, date-ი, თარიღი, ანუ სხვადასხვა ფორმები, რაც ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს, ფონტები, სადაც ასევე შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ვარიანტი შეარჩიოთ, ან ბორდერი, სადაც თქვენ ვარიანტი შეარჩევთ ბორდერისას, ან ფილი, სადაც ფერს ჩაასხავთ თქვენთვის სასურველს. მე მაგალითად ამ შემთხვევაში გავაკეთებდი ესე, რომ შევარჩევ მაგალითად ღია მწვანე ფერს, დავუშვათ აი ესეთი და მივცემ OK ბრძანებას და ამის ფონზე დავინახავ, რომ ეს ყველა პირობა, რომელიც 400-დან, ყველა რიცხვი, რომელიც 400-ზე მეტია, მწვანდა. აქვე მინდა ამავე დიაპაზონს თავადო ახალი პირობა, რომელიც greater than ნიშნავს და აქ უკვე ვუთითებ, რომ მაგალითად ის, რომელიც მეტია 600-ზე და 600-ზე მეც ისევე მწვანე ფერს დავადებ, თუმცა უფრო მუქ მწვანე ფერს დავადებ, აი ესე და დავინახავ, რომ ყველა ეს პირობა შესრულდა, ანუ ის რაც არის 400-სა და 600-ს შორის მოხდა, ანუ შესაბამისად არის ღია მწვანე, ხოლო უფრო მუქი მწვანე არის ის, რაც 600-ის ზემოთ არის. მოვნიშნავ კვლავ დიაპაზონს conditional formatting menu-ში, შევალთ manage rule-ში, სადაც დავინახავთ ერთ და მეორე პირობას ჩამოთვლის. აქვე უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ პირობების თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუ პირველი ხაზი იქნება, ანუ პირველი პირობა, რაც ამ წუთას არის ხაზზე მოცემული, იქნება გადატანილი ქვემოთ, მაშინ ღია მწვანე ფერს და მის შემდეგ და შესრულდეს მეტია 600-ზე და მის შემდეგ შესრულების შემთხვევა უკვე გამოირიცხება, იმიტომ რომ ზემოდან დაედო უკვე ეს ღია ფერი. ამიტომ უნდა თანმიმდევრობა დაცული იყოს სწორე, რომ ჯერ ანუ მეტი 400-ზე მიიღოს ღია მწვანე და უკვე თუ მეტია 600-ზე, მაშინ გამწვანდეს ის უფრო მუქად. რაც შეეხება წაშლას, ანუ თვითონ აი ამ კონკრეტული პირობების, აქ გაქვთ delete rule-ები, ან თუ მსგავსი ფორმატით არ გსურთ წაშლა, შეგიძლიათ უბრალოდ მიხვიდეთ და მისცეთ ბრძანება clear rules from selected cells, ანუ მონიშნული უჯრებიდან, ან from entire sheet, ანუ სრულად მთლიანი sheet-ისათვის წაიშალოს. შემდეგი პარამეტრები გახლავთ less than, ანუ ნაკლები, მაგალითად, და შეგიძლიათ მისცეთ, რომ ის რაც ნაკლებია დავუშვათ 300-ზე, გააწითლოს მაგალითად. ან შემდეგი პირობა არის between, სადაც შეგიძლიათ მივუთითოთ, რომ აი 403-სა და 793 შორის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თქვენ თვითონ ხელით შეუცვალოთ, გააკეთოთ სხვადასხვა ფორმატირება. არის ასევე equal to და ანუ შეგიძლიათ აირჩიოთ ტოლია 426-ის მაგალითად და ხედავთ, რომ ეს გააწითლდა კონკრეტული. ან შეგიძლიათ აირჩიოთ ბრძანება მაგალითად text that contains და ტექსტი, რომელიც შეიცავს მაგალითად 4-იანს. ამ შემთხვევაში მიაქციეთ ყურადღება, რომ ციფრებიც კი ტექსტად აღიქვა და ის ციფრები, რომლებიც 4-იანს შეიცავდნენ, გააწითლა. რასაკვირველია, თუ იქნებოდა მონიშნული ტექსტური ველი, მაგალითად რეგიონები და მე მივცემდი, რომ აჭარა გაამწვანოს, ანუ text that contain დავუშვათ აჭარა, ის გამწვანდებოდა. აქ ზუსტად ისევე, როგორც დავუშვათ სხვა ტექსტურ პარამეტრებზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ
ვარსკვლავი, კითხვის ნიშანი და შესაბამისად მოხდება მათი ფორმატირება. რაც შეეხება შემდეგ ბრძანებას, ეს გახლავთ ბრძანება date occurring-ი, რომელიც უნდა დადგეს რასაკვირველია თარიღების ველზე, ამისათვის ვნახოთ მოვნიშნოთ ეს თარიღების ველი და ეხლა ვნახოთ რა კეთდება აქ. ჩვენ გვაქვს ბრძანება date occurring-ი, სადღაც შეგვიძლია მიუთითოთ, რომ მაგალითად გვაქვს ბრძანება last week შეგიძლიათ მონიშნოთ და ეს last week-ის შემთხვევაში მხოლოდ ნახავთ ის, რაც წინა 2 დღის არის, ის მოინიშნება და უშუალოდ წითლად და შემდეგ ვაწვევით OK-ს და ვნახავთ, რომ ეს წითელი უკვე გაწითლდა მხოლოდ ის, რაც გასული კვირის 2 თარიღი ქონდა ჩვენ ამ სიაში. მივცემ აქვე clear format-ები და გავაგრძელოთ შემდეგი საკითხი აქვე გახლავთ ბრძანება duplicate values. იმ შემთხვევაში თუ დუბლირებულია მონაცემები, ანუ მეორდება ის მონაცემები, ასე ვთქვათ, შეაფერადოს და თუ უნიკალურია, მაშინ უნიკალურები შეაფერადოს. გააჩნია რა სურვილი გაქვთ იმის მიხედვით. რაც შეეხება შემდეგ ბრძანებებს, ეს გახლავთ ბრძანებები top bottom rule-ი, ანუ აქ გვაქვს არჩევანი 10 საუკეთესო ან 10 ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ან 10% საუკეთესოებისა ან 10% ყველაზე ცუდებისა მაჩვენებლებისა ან above average, ანუ საშუალოზე ზემოთ და საშუალოზე ქვემოთ. მაგრამ გაითვალისწინეთ ის, რომ top 10 item მაგალითად ამ შემთხვევაში შეგიძლიათ არ არის მხოლოდ 10, შეგიძლიათ დაარეგულიროთ და დაწოროთ, რომ მხოლოდ 5 საუკეთესო და 5 ყველაზე მაღალი ამ შემთხვევაში გაწითლდება, მაგრამ რასაკვირველია თქვენ შეგიძლიათ მისცეთ მაგალითად არა 5 ერთეული, არამედ დავუშვათ 5%, ხო? დავუშვათ, ან მისცეთ 30% და შესაბამისად მოცემული სიის 30% საუკეთესოებისა გაწითლდება. რაც შეეხება შემდეგ ფორმატირებებს, აქვე თუნდაც more rule-ში რომ შევიდეთ, დავინახავთ, რომ აი სწორედ აქედან შეგვიძლია განსაზღვროთ, ეს იყოს top-ი, bottom-ი, 10%-ი, 10 item-ი, ან სხვა ნებისმიერი რიცხვი და percentage-ი გინდათ, მაშინ აქ ჩავუშვათ. ფორმატირება სტანდარტულად format პანელის გამოძახებით. შემდეგი ტიპი conditional formatting-ისა არის data bar-ები, რომელიც არის gradient-ები და solid-ები. აქ უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ერთიც და მეორე შემთხვევაც უბრალოდ ფერის ჩასხმისაგან განსხვავდება. უნდა ვთქვათ ის, რომ მოცემულ დიაპაზონში ყველაზე დიდი რიცხვი არის 973 და ის აღიქმება როგორც მაქსიმალური რიცხვი, თუმცა შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში არა, მაგრამ იყოს ისეთი მონაცემები, სადაც მაქსიმალური რიცხვი უბრალოდ არ შესრულდა, თორემ უნდა ყოფილიყო დავუშვათ 1000. ამის შემთხვევებში, როდესაც ეს უბრალოდ დავადებთ ამ ფორმატირებას, შეგვიძლია შევცვალოთ ისე, რომ რეალური სურათის აღსაქმელად შევდივართ ფორმატირებაში, შემდეგ manage და აქედან ვუთითებთ, რომ იყოს მინიმალური ნამბერი, უნდა ყოფილიყო რასაკვირველია 0, ხო, ანუ და მაქსიმალური შესრულება უნდა ყოფილიყო ნამბერი 1000. მაგრამ როგორც ხედავთ, აი ამ შემთხვევაში უკვე შედარებით ყველა მონაცემმა იკლო, დააკვირდით, უკვე 973-ის უჯრა აღარ არის სავსე ბოლომდე და ის მაქსიმალური შედეგის მაჩვენებელი არ არის. და აქედან გამომდინარე, ყველა სხვა სტრიქონები იქნა წარმოდგენილი უკვე როგორც 1000-დან გამომდინარე. Manage rule-ში შეგვიძლია შევიდეთ და თუ რომელიმე წესი არ მოგწონს, რა თქმა უნდა, ვშლით. ვაგრძელებთ უკვე, შემდეგ გახლავთ უკვე ფერების გადანაწილება, თქვენთვის სასურველ ვარიანტად, ასე ვთქვათ, როგორიც არის მისაღები. რა თქმა უნდა, more rule-ი და more rule-ში შეგიძლიათ ან 2 ფერი აირჩიოთ, ან აირჩიოთ მაგალითად 3 ფერი, მისცეთ რომ იყოს მაგალითად ნამბერი 0, highest value იყოს ნამბერი 1000. და ნუ იქ თუ უბრალოდ ხაზები ივსებოდა, აქ ფერებს მიანიჭებს და შუაში percentile, ანუ 50%-ის ინტერვალში მოახდინოს, ანუ აი ესეთი
დაშლა, ასე ვთქვათ. მაგრამ შეგვიძლია არა 50%-ის ინტერვალში გავაკეთოთ, არამედ მივუთითოთ მაგალითად აქედან ნამბერი და დავუშვათ დავწეროთ 800. რაც იმას გულისხმობს, რომ შუა ნაწილად, ანუ ფერთა პალიტრის შუა ნაწილად აღიქმება 800. ანუ ესე იგი ნიშნავს, რომ კარგი ციფრები, ანუ მწვანისაკენ გადახრილი ციფრები არიან 800 და ზემოთ. დანარჩენი მოდის ნელ-ნელა ქვემოთ. და ბოლოს კიდევ რამდენიმე ფუნქცია conditional formatting-ში, სადაც არის უკვე icon set-ები. ანუ სხვადასხვა ტიპის icon-ები შეგიძლიათ შეარჩიოთ. აი მაგალითად ესეთი, სადაც თქვენ დაინახავთ პროგრესია არის, არ არის რეგრესია თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, დადებული ფორმატირებები შეგიძლიათ მოკიდოთ ფუნჯით ხელით და გადაიტანოთ სხვა უჯრებზეც, ხო? ანუ შესაბამისად აქაც დავინახავთ ამ ფორმატირებას, ანუ რა და როგორ ხდება. კონკრეტული მონაცემებისათვის და აქ არ მოხდება იმის გათვალისწინება, რომ აი აქ რომდგან 1000-ებამდეა რიცხვები, აქ მაშინ 0 რაღაცეები და 1 რაღაცეები ყველა უნდა წითელი ყოფილიყო. მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც ხედავთ, ესე არ მოხდა. ასევე მოვნიშნავთ და გადავიტანთ დაუშვათ უკვე შემდეგზეც. მოდით ვნახოთ კიდევ რა ვარიანტებია. მაგალითად არსებული ფორმატირებებით აი ამ დიაპაზონში შეგვიძლია მივცეთ, რომ show icons only და გამოჩნდეს მხოლოდ და მხოლოდ დაუშვათ აი ეს რიცხვები. ანუ სწორედ შემოსავალი მატულობს თუ კლებულობს თუ რა შედარება შეიძლება გაკეთდეს. მაგალითად აი ამ შემთხვევაში თვითონ ანაწილებს ამ რიცხვებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია განუსაზღვროთ მაგალითად, რომ თუ არის მეტი 800-ზე, 800-ზე არა, მეტი 900-ზე. იყოს კარგი, თუ არის მაგალითად 800-ზე მეტი, მაშინ იყოს ესეთი, თუ არის 600-ზე მეტი, მაშინ იყოს ესეთი, ხოლო თუ არის 500-ზე ქვემოთ, ანუ აი ესე, მაშინ ანუ 600-სა და 500-ს შორის ესეთი და დაინჩენ შემთხვევებში იყოს წითელი, ხო? Apply და აი როგორც ხედავთ, არსებული მონაცემები ჩემი სურვილისამებრ დავყავი. რა თქმა უნდა, შემიძლია შევუცვალო ფორმატი და ავირჩიო ჩემთვის სასურველი ვარიანტი, რომელიც მე მინდა. მაგალითად ესეთი. აქვე მინდა გითხრათ, რომ შეგვიძლია შევუცვალოთ ანუ რევერსი, პირიქით გადავატრიალოთ, ანუ რაც უფრო მაღალია, მით უფრო ცარიელია დავუშვათ ეს გრაფა, ასე ვთქვათ. და ბოლო conditional formatting-ში, რაც არის დღეს თემა, ეს გახლავთ ახალი წესის შექმნა, ახალი წესი, რომელიც დამოკიდებულია ფორმულაზე. მაგალითად, ჩვენ გვაინტერესებს, რომელი რეგიონია მომგებიანი, დაუშვათ. ვდგებით ჯერ უჯრა აჭარაზე, სადაც ვაკეთებთ ახალ წესს, new rule, use a formula და ფორმულაში ვწერთ. ტოლთვის იწყება ტოლობით და ვწერთ ტოლია, თუ მოგება მეტია მაგალითად მოგება მეტია 100 ლარზე. და დააკვირდით, როგორც კი მოგების უჯრა ჩავსვი H2, აქ თავისით მან მოახდინა მისი ფიქსაცია, გაყინვა. მეუბნები, რომ თუ მოგება მეტია 100 ლარზე, მაშინ ჩაასხას მწვანე ფერი. ოკეი. და როგორც ხედავთ, მოგება 100 ლარზე მეტი აქ არ არის და ის ვერ ასხავს ამ ფერს. მოდით ხელოვნურად გავზრდოთ მოგება და გავაკეთოთ, დავუშვათ, გავყიდეთ 2000 პროდუქტი. შესაბამისად 2000 პროდუქტი რო გავყიდეთ, 400 ლარი დარჩა მოგება, რაც 100 ლარზე მეტია და აქედან გამომდინარე აჭარა გამწვანდა. აჭარის გამწვანების, ანუ ფორმატი გადავიტანოთ სხვა რეგიონებზეც და დავინახავთ, რომ ყველა გამწვანდება. თუ შევამცირებთ გაყიდვებს, დავუშვათ, დავიყვანთ 1000 ლარზე, 1000 ცალზე, ის კვლავ 200-ია და მოგება კვლავ გვაქვს, თუ დავაბრუნებთ 300-ზე, მაშინ მოგება აღარა გვაქვს აჭარაზე და როგორც ხედავთ, სხვა დანარჩენებიც გაქრა. ეს პრობლემა გამოიწვია იმან, რომ ჩვენ როგორც მე უკვე გაჩვენეთ, თავიდანვე წინასწარვე
როგორც კი ნიშნავთ თქო ნებისმიერ უჯრას ამ შემთხვევაში მაგალითად h2 მეტია 100-ზე, ხო? ამ შემთხვევაში ეს ნიშნავდა, რომ h2 ფიქსირებულია და მისი ფორმატირების გადატანის დროს ის ყველგან h2-ის პირობით სრულდებოდა. შემთხვევაში თუ დავწერე h2 მეტია 100-ზე, დავაწვევი OK კლავის, შემდეგ კიდე OK-ს და მოვკიდებ ფუნქციის ხელს და გადავატარებ იმას, მაშინ აქ უკვე პირობები ავტომატურად შეიცვლება და მხოლოდ ის რეგიონები გამწვანდება, რომლების შესაბამისი მოგებები მეტია 100 ლარზე. და ამ შემთხვევაში ფორმულა იმუშავებს. რასაკვირველია, ასევე შეგვიძლია ვნახოთ, მაგალითად, დავადოთ პირობით ფორმატირება, დავუშვათ today, ტოლია today. როგორც გახსოვთ, ეს ფორმულა გვაქვს, ხო? მაგალითად, შეგვიძლია თუ არა, რომ ეს უდრის, რომელიღაცა უჯრა, დავუშვათ ეს ტოლია today. აი ესე. პასუხი გვაქვს false, მაგრამ სადღაც ერთ ადგილას მაინც სავარაუდოდ პასუხი გვექნება true. არა, ამიტომ დღეს დღევანდელი რიცხვი რა გვაქვს? დღეს გვაქვს 6 დეკემბერი. ხო, 6. აი, როგორც ხედავთ, მივიღეთ პასუხი true. და მოდით შევამოწმოთ ესეთი რამ. ანუ, აი დაახლოებით ამ ტიპის, ანუ თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში პირობას რომ adმოწმოთ, უნდა იყოს პასუხი ან true, ან false. ამიტომ აი ამ ამოცანის პირობა, აი როგორც აქ გვაქვს, ვაკოპირებ მას copy-ით და ვეუბნები მაგალითად ბრენდებში მონიშნოს. ანუ უბრალოდ ჯერ პირველი ბრენდი. შევდივარ new rule-ში, ვირჩევ მაგალითად user formula და ვეუბნები ტოლია და ვწერ ესეთ რაღაცას. ეს უჯრა font, რა თქმა უნდა, როგორც უკვე აგიხსენით, უნდა წავუშალოთ დოლარის ნიშნები, ტოლია ფორმულის today გავხსენე მჩხილი დავხურეთ. თუ ეს მართლაც ესეა, დღევანდელი დღე უნდა მისცეს, რომ იყოს დავუშვათ ცისფერი ფონით. Okay. შემდეგ მოვკიდე ხელი, ჩამოვატარე და ვნახავ, რომ ბორჯომი მამ მიიღო ცისფერი ფერი, რადგან დღევანდელი დღე გახლავთ სწორედ აი აქ ჩაწერილი. ანუ აქ პირობა შემოწმდა, ასე ვთქვათ. ასევე ფორმულა შესაძლებელია იყოს ნებისმიერი and if-ი, ანუ თუ დავუშვათ პირობები, ხო? ანუ რაღაცა მეტია ამაზე და რაღაცა ნაკლები ამაზე, ან რაღაცა შეიცავს ამას და ასე შემდეგ. ან დათვალოს მაგალითად რაღაცა მათემატიკური გამოცვლა გააკეთოს და იმის მიხედვით მოახდინოს შემდეგ conditional formatting-ის პირობა. ანუ მოკლედ თავი ისაა, რომ ფორმულა, რომელსაც თქვენ აქ შექმნით, new rule-ით და ფორმულით, მისი პასუხი უნდა იყოს true ან false. თუ true არის, მაშინ პირობა აუცილებლად შეასრულებს და გააფერადებს უჯრას, თუ არის false, ის რა თქმა უნდა არ შეასრულებს ამ პირობას. ამითი ჩვენი ვიდეო გაკვეთილი თემაზე conditional formatting-ი დამთავრებულია. კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა წარმოგიდგენთ. ეს არის CST.